მშვიდობისა ჩემო კარგებო. მე და ტასიკო ვართ გასასეირნებლად გამოსულები. ვითომ ის გვინდოდა, ბურგერი გვინდოდა, აგარული გაგვესინჯა, მაგრამ ადგილი არ იყო. აი ესე, ამიტომ სახლში მოგიტანთო გვითხრეს და ჩვენ ხო იცით როგორი ისინი ვართ. რა ქვია? სახლში მждომი ბასიკუკუ ხალხი და სახლში გვირჩევნიაო თქვით და სახლში მოგიტანთო. მივდივართ ახლა სახლში. ხოდა არ უნდა დამავიწყდეს რომ კვერცხი არ დამავიწყო ჩვენ მაღაზიაში რომ ვიყიდო გეხვეწები რა. მოდი ხარ? შენ არ გიღებ, მე ჩემ თავს ვუღებ. აი. ხოდა მე მიღებ სატყობა ტასიკო. ლოყები გვაქვს შევარდისფერებული. მიხარია, მიყვარს მე დასვენების დღეს ტასიკოსთან ერთად ბოდიალი. თოვლი ვერ ვიტყვი რომ დადნა, უფრო გაიყინა. მაგრამ გზები გაუწმენდა დია დღამე, ესეთია, რა ქვია. თვითონ მანქანის სავალი კარგად არის გასუფთავებული, მაგრამ სულ მანქანის სავალზე ვერ ივლია რა ადამიანი. და ტროტუარები გაპრიალებულია. ჩვენთან გაზიდენი მშვენივრად არის, თუმცა ხაშურის გვერდი სადაც ვარ გაწევრიანებული. ჩივის რო აი დავიტანჯეთო, რასაც ქვიაო და ცოტა მეშინია. 90-იანებში ბრუნდებით. ფილმების სია ჩამოვწერეთ მე და ტასიკომ, რას უნდა ვუყუროთ ამ ახალ წელს. ჩვენი სია გვაქვს რა თქმა უნდა, მაგრამ იმ სიის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი ფილმი გადაიღეს, გვაინტერესებს. ამიტომ სია შეადგინა, ტასიკო გიждდება სიებზე, ჩემსავით. ხოდა ეს რა ქვია? ამასთან დაკავშირებით თქვენთვისაც უნდა გავაკეთო სია თუ გინდათ რა თქმა უნდა. თუ არ გინდათ და გაატარეთ ვიდეო და იგი იქნება. შემოგთავაზებთ აუცილებლად ჩვენ საახალწლო ფილმების სიას და შემოგთავაზებთ მერე ჩვენ საახალწლო სიმღერებს. რა იყო შედალოცება? სად გეჩქარება? ასე და ახალი რა არის ჩვენთან? გუშინ დავიწყე ნაძვის მორთვა და დღეს უნდა გავაგრძელო. თუმცა ჩვენი ცხოველები ძალიან დაუნდობლები არიან მაგაში, მაგრამ მე ისე მიხარია ჩემ ახალ სახლში. პირველი ახალი წლის შეხვედრა ჩემ ოჯახთან ერთად, რომ არ მივცემ მაგ მაიმუნ ცხოველებს უფლებას, რომ უნაძოდ დამტოვონ. რომ ხელა გუნდა. შეხედეთ რამ ხელა გუნდა, დევმა გააკეთა. როგორ ახარ ტასო? ტასიკოს დასხა და გაიხადა ქურთუკი. ღმერთო ჩემო. მე მგონი ისევ ყინულზე სიარული ჯობია შვილო მანქანების ქვეშ შევარდნა, შენ რა სიტყვი? თან იცით რა არის, ცალი ხელი მაქვს დაკავებული. ის ვიყიდე, სოფლის მაწონი ვიყიდე და არ მინდა დედა, არა. სოფლის მაწონი ვიყიდე და ესეთია. არასტაბილური ძირი აქვს და ესე უნდა გეჭიროს ხელში. საჭიროების ყუთი აქვს რა. მე დიდი სამოვნებით ჩავაგდებდი მან საჭივარს. არა, კურკლისუნი მაგათი ბრალი არ არის. ორი წელი რა ამბავია ხალხო სკოლის რეაბილიტაციისთვის. მათ საახალწლო მისავაც ფარეთი ჩაუგდათ. საერთოდ ხსნის მაგას ვინმე? კომუნისტების დროს ჰქონდათ ხოლმე საჩივრების წიგნები მომსახურების სფეროში. თუ გამყიდველი ცუდად მოგექცეოდან, პურში თაგვის კუცი პოვიდიან, რაღაცა იქ უნდა ჩაგეგდო. კაცშვილი არ ხსნიდა. ეკიდა იქა დამტვერილი ეკიდა იქა. რომელი გამყიდველი აბრუნებდა 2 კაპიკს და 3 კაპიკს მითხარით ერთი და გამყიდველს უფრო მეტი ის ქონდა. მგონი შემოსავალი ვიდრე პროფესორს. არა, იმ პროფესორიც არ იყო, ნუ გეშინიათ. ისიც კაი კორუმპირებული იყო. მოკლედ, ვინც კორუმპირებული იყო, ყველგან იყო რა. მოდით ბავშვებო, მოდით. და ახლა ვიყავით ჩვენ ერთ ძალიან კარგ მაღაზიაში.
ჩემ მოსახელე მაკასთან. ჩვენ ერთხელ ვაპირებდით ჩინჩესლას და ვერ შევედით, იმიტომ რომ ისა დაკეტილი იყო, თორე თქვენც მინდოდა რომ შემეყვანე. ხო და დღეს ღია იყო და ღია იყო რასთან დაკავშირებით? ამ გოგომ მაღაზიის ფარტი გამოიყენა, არა მხოლოდ სავაჭრო დანიშნულებით, არამედ ესა ერთ ნაწილში შეიყვანა ბავშვები და ხატვის მასწავლებელი. ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბავშვებს ხატვას ასწავლის, არ არის აგარაში, იცით, ცეკვის და ჭიდაობის გარდა წრი არ არის. ხო და ყველა ხوارი ცეკვებს და იჭიდავებს, არა, ზოგს ხატვა უნდა და ზოგს ის უნდა, რა ქვია, ლექსის კითხვა და ზოგს რა ვიცი, ზოგს რა და ზოგს რა და არ არის. და ძალიან კარგია, უცებ შედგა ხატვის წრე და ახლა რო შევედი მეორე ოთახში, თვითონ მაკაც იჯდა, როგორც მოსწავლე, ქარგვის წრე გაუკეთებიათ. ხო და სხვადასხვა ასაკის ხალხი ისხდნენ, რა ლამაზად ქარგავდნენ, ტასო ნახე? გადაჭიმულები ფონდად. რა ქვია, კრესტიკამ როგორ არის, ჯვრებით ხატავდნენ. ჯვრებით. და ხატავდნენ კი არა, ქარგავდნენ. გადაჯვარედინებული ტექნიკით. მე ალბათ სხვა ტექნიკასაც აითვისებენ. მე სიამოვნა, იცით რაღაცა ის გამახსენდა ძველ არა არის აუცილებელი ძველ ბრიტანულ ფილმებში მინახავს ესეთი წიგნის კლუბი, ქარგველთა კლუბი, იმისი რა ქვია ჭრელ ლასკუტნე აძიალა, ჭრელ იმებს რო კერავენ, საბნებს, ფლედებს, ქვილთებს რო აკეთებენ, აი ისა და ხალხი ერთობა, იცით, ერთმანეთს ურთიერთობა აქვთ და რაღაცა საქმე გამოიჩინეს და თან ხელს საქმე. ხო და მეც მაქვს რაღაცა შეთავაზება მაკასთან. დიდი სიამოვნებით მეც ერთ თექის ჯგუფს გავხსნიდი. რა იყო, არ მოგწონს იდეა? არა, პისტუკას შეღვიძა. აი ესე. არსად არ წამოვალ, ლიმონი უნდა ვიყიდოთ. ამიტომ დრო ცოტა ხანი გაგიდის. ჩემ მითხრა მე მარტო ყოფნა არ მინდაო, შენთან მინდაო და შემოვასრიალე სავარძლით სამზარეულოში. ხო? ჩემოკარქებო. სამზარეულოში ვარ და მინდა თქვენთან ერთად მოვამზადო ბლინები, ფურცლები. ბლინჩიკის ფურცლები. ეს არ არის კულინარიული ვიდეო, უბრალოდ სკოლის დირექტორებით მოკლედ მოვხაზავ როგორ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვაკეთებ ძალიან იოლად, ბიუჯეტურად, სწრაფად და ძალიან გემრიელად, ასე რომ შემომიერთდით. ასე. ჯამში გავტეხე 2 კვერცხი, საშუალო კვერცხი. 2 ჩაის კვერცხზე შაქარი. და 2/3 ჩაის კვერცხზე მარილი. ჩავაყარე. აი ესე გავთქიფოთ. არაფერი ისეთი ამოყვანა და გათქვეფა ამას არ უნდა. უბრალოდ აი ეს პლონკას რო ეძახიან. ერთგვაროვანი უნდა გახდეს კვერცხი. შემდეგი მოხდა ჩვეულებრივი წყალი. 9 ლიტრი. ილღაიდე შენ კეთილ საშავებ. ესეც 2 ლიტრი, აი ასე. და კიდე დავიდგათ აქ 200-300 მილილიტრი წყალი, აი აქ იყოს. და რა გვინდა ახლა ჩვენ ეს გადავურიოთ კარგად. და მე ამას ვაკეთებ ხოლმე თვალის ზომით. თვალის ზომით ვაკეთებ ხოლმე. თვალის ზომით ვაკეთებ, მაგრამ ახლა ავიღე 250 მილilitrიანი, ანუ ერთი ჭიქა 250 მილilitrიანი
მენზურა. და აი ამას ჩავყრით ჯერ ერთს. დაახლოებით რო იცოდეთ რა. მე დარწმუნებული ვარ თქვენ სამზადებთ ამას, მე უბრალოდ ჩემსას გთავაზობ. 1 ესეც 2. ბლინჩიკი უნდა დავასხა. არ გინდა? ასე. გავთქვიფოთ ახლა, კარგად კურკუშელები დარჩება რა თქმა უნდა, ამიტომ ავდგები და გადავხსურავ საწურზე, ყოველთვის ესე ვაკეთებ. გავაერთიანოთ ეს ყველაფერი და შევხედოთ სისქეს. ვცადოთ ერთი სალიც ხელტაფაზე, აბა როგორი გამოგვივა, მოგვეწონება, ხო კარგი, არ მოგვეწონება და ან წყალს დავამატებთ ამ თქილს. საერთოდ თუ სქელია არ იწებებს, მაგრამ ის სქელი გამოდის არაელასტიური და ჭადირის, მაგრამ თუ ფქვილი აკლია, იმ შემთხვევაში აუცილებლად იწებებს და სანამ გადმოსაღები ხდება, მანამდე, ანუ სანამ ზედაპირი მოშრება, ძირი უკვე დამწვარი აქვს. და არ მომწონს მე გამბავი. ახლა ამას ეგრევე შეუიარაღებელი თვალი თუ ატყობ მე რომ ძალიან თხელია, ამიტომ ვიღებთ და ვამატებთ კიდე დაახლოებით. აი ეს ერთი ჭიქა ამოვიღე და აჰა, ჩავაყრი. 3 ჭიქა გვაქვს ჩაყრილი მოკლედ რა. ზოგი სავსე იყო, ზოგი არა, პლუს-მინუს 3 ჭიქა. 250 მილilitrიანი მაქვს. არასოდეს ამიწონია და სხვათა შორის აი ამ 2 კვერცხით უფრო მეტი წყალიც დამისხია, მაგრამ ეს ყველაზე კარგი ვარიანტია. ვაკეთებ საკმაოდ ბევრს, იმიტომ რომ ახალ წელს ამისი კუწკუ-პუწკუს თავი არავის არ გვექნება. მე კიდე მექნება უკვე ბლინჩიკი გადახვეულიც და საყინულეში შენახული. საყინულეში ვინახავ ხოლმე. ჩვენიურად გუშინ დავამუშავე ქათმის ფარში. გატარებული ზოგით გუფთები გავაკეთე, ზოგით კატლეტები, სულ ყველა ფერი გავყინე და ნაწილი მოხრაკე ხახში. გახერხილ ხახში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემს შულს ესე უყვარს. დავამატე მოხარშული ბრინჯი, შავი პიმპილი და მარილი. მეტი არაფერი არ დამემატებია. არაფერს არ ვამატებ მე მეც. ბრინჯსაც არ დავამატებდი, მაგრამ ტასიკოს ძალიან უყვარს და რადგან ტასიკოს უყვარს, უფრო მეტიც გამოდის, როგორც მას უყვარს, ისე ვაკეთებ. სადა გვაქვს ახლა სორეკჩქიმ ალოვნიკი. აჰა, ამოვიღე ახლა ეს ჯერ ერთი, იმიტომ რომ დავასხა და მეორე ერთი, იმიტომ რომ გავსინჯოთ. არ არის ცუდი სისქე. ნამდვილად არ არის ცუდი სისქე. მაგრამ ვნახოთ როგორია. აბა ვნახოთ და თუ მოგვეწონება, აღარც წყალი დავამატოთ, აღარც ფქვილი და გადავწუროთ. გავათავისუფლოთ კურკუშელებისგან. მე ვიცი რომ დიასახლისი პირდაპირ ცომში ასხავს ზეთს. მე ესე არასდროს არ ვაკეთებ. ზეთს მოვუსმევ ხოლმე. სილიკონის აი ამით. აგერ დავასხამ ზეთს. აბატონო. ავიღებ ახლა ამ ტაფას, ეს ტაფა ყველაზე კარგად მიცხობს. მოუსვამ. პირველს ცოტა მეც მოუსვამ. პირველი ხო იცით როგორც რუსები ამბობენ, პირველ ბლინკომომ. პირველს მოუსვამ. კარგად გავავარვარებ, აი კარგად უნდა გაცხელდეს. ადრე ესენი ვარ მქონდა ხოლმე გაჭრილი კარტოფილი მქონდა ჩანგალზე წამოწმული და იმითი მასებოდი უსვამდი. ახლავე გაჩვენებთ როგორი ის გავაკეთე, რა ქვია. ქათმის, თეთრია ქათმის ფარში. და ტასიკო მითხრეთ დაამატე ცოტა პიმპილი და მარილიო. გუშინ კარგი იყო, მაგრამ დღეს გაუჯდა ეთყობა და დაჭირდა კიდევ დამატება. არა მე ცოტა მეთხელება მაინც, ცოტა მეთხელება, ამიტომ სანამ ტაფა გაცხელდება, მოდი ცოტაც კიდე დავამატე. ნახევარ ჭიქას ჩავაყრი კიდევ. ამ თუთას არ მაქვს ჩართული გამწოვი, იმიტომ რომ ხმაურობს და
ჩემი ხმა აღარ ისმის ხოლმე მერე. და როგორც კი დავასხამ, ეგრევე უნდა ჩავერთოთ, პირდაპირ თვალები მეწვის ხოლმე ამ ფურცლების სხობის დროს. აი, ესე ჯობია, აი ხა მორევისას უკვე გრძნობ, რომ აი ეს ცოტა უფრო დამძიმდა. და ძალიან კარგი. გაცხელდა კი არა, გავარვარდა. აჰა. და მოდით ახლა გავაკეთოთ შემდეგი. ძირში კარგად ამოვურევ. არ გავავსებ, იმიტომ რომ ეს დიდი ჩამჩაა. და მე მინდა რომ ის იყოს ხელი. ასე. აბატონო. რა თქმა უნდა, შეიძლება თუ ბევრი მოგვივიდა გადმოუვაროთ, მაგრამ აი ეს გადმოღვრისას ნაპირი იწვება ხოლმე. მე მგონი რომ ოპტიმალური ვარიანტია. ხო, ნახეთ რა კარგად გამოშრა. მშვენივრად. ასე, აი უყურეთ. ვერ ვაფოკუსებ კარგად. აი ასე. ნახეთ რა კარგად. დავაცადოთ ცოტა კიდე და დიდ თეფშზე გადმოვატყლაპუნოთ პირდაპირ. ნიჩბის გარეშე. ახლა ნამდვილად გადმოღების დროა. აბატონო, აი ასე. ცოტა აი ამ ადგილას მესქელება. ანუ ცოტა უფრო ნაკლები უნდა დავასხა. აი ამ ადგილას მესქელება ცოტა. დასხმის ამბავია, თორე ეს არის იდეალურად ელასტიური და იდეალურად ჩემთვის იდეალურად არც თხელი, არც სქელი, ზომიერი. აბატონო.